გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. გამარჯობა გონების დაფაკლავ ეთერშია და მას წარმოგიდგენთ გია გიორგაძე და გოგა ჩანადირი. დღევანდელ გადაცემაში თქვენ ტრადიციულად მოისმენთ მსოფლიოს და საქართველოს საჭადრაკო სიახლეებს. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი სტუდიაში, ახალგაზრდა საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული, მსოფლიო თასის საგზურის მფლობელი ნიკა კაჭარავა. და ნიკას ჩვენ ვკითხავთ გარდა მის საჭადრაკო საქმიანობისა, როგორ ემზადება ასევე ოლიმპიადისთვის და რა უახლოესი გეგმები აქვს, ხო? აგრეთვე გვექნება პარტიის განხილვა, დღეს გვექნება სიახლე და ნიკა პარტიას განვიხილავთ ნიკასთან ერთად, ნიკა კაჭარავასთან. ეს სიახლე ძალიან მომეწონა, რომ უშუალოდ მოჭადრაკესთან ერთად განიხილავ მის მიერ ნათამაშებ პარტიას. და მოვისმენთ ისტორიას, ხო გოგა? აუცილებლად ჩვენ გავაგრძელებთ უკვე საჭადრაკო ოლიმპიადებიდან ისტორიის მოყოლა, სადაც გავცნობთ როგორ წარმატებას მიაღწია ვაჟთა ნაკრებმა, იმიტომ რომ უფრო უკეთესი შედეგი აჩვენა ვიდრე წინა ოლიმპიადებზე. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ სიახლეებით, პირველ რიგში დავიწყოთ საქართველოს სიახლეებით. დასრულდა მესამე საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის ნონა გაბრთაშვილის თასის პირველი ეტაპი, რომელშიც 254 სკოლა მიიღო მონაწილეობა და 3000-მდე მოსწავლე და მასწავლებელი იღებს მაშინ მონაწილეობას. პირველი ეტაპი დასრულდა, რაიონული ჩემპიონატები უკვე დაიწყო, რეგიონალური ჩემპიონატები, პირველი ჩემპიონატი გაიმართა გურიის რეგიონში. რეგიონული ჩემპიონატები დასრულდება 21 მაისს თბილისში და შემდეგ 6 ივნისს იქნება უკვე ფინალი თბილისში კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც ჩვენ შევეცდებით რომ მოსწავლეებს მოუწყოთ საჭადრაკო ზეიმი და იქნება ტრადიციულად ჭადრაკს თამაშობდნენ ხოლმე ამ გიმნაზიაში. თამაშობდნენ და რა თქმა უნდა გამარჯვებული მოიპოვებს საქართველოს ჩემპიონის ტიტულს და გადაეცემა მას ნონა გაბრთაშვილის სახელობის თასი. ძალიან საინტერესო სიახლეები ქონდა, მათ შორის ქვემოქმედების ხრივაც, ხო, ბერი ანდრიას ფონდი მას პინძლობდა. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ღონისძიება გაიმართა ბერი ანდრიას ფონდის ბედნიერ სახლში. განსაკუთრებული სითბო და სიყვარულის სავსე შეხვედრა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო საჭადრაკო კლუბი ოლიმპიური ჩემპიონი და მისი ხელმძღვანელი მაია ლომინეიშვილი. ტურნირში 136 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 34 გუნდში იყვნენ დაყოფილი და ეს იყო ტურნირი ბავშვებისათვის. სამქვემოქმედო, რაც აი არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება იყო და დიდი სიკეთე, აი ჭადრაკის სიკეთის გვერდით რო დგას, ეს ძალიან რა თქმა უნდა, არ იყო მარტო ჭადრაკის თამაში, იყო სიკეთის ზეიმი. ზეიმი იყო. ქუთაისში დასრულდა იმერეთის ღია საკვალიფიკაციო რეიკინგ ტურნირი, სადაც ტრადიციულად ბევრი ბავშვი იღებს მონაწილეობას და ამჯერად 350 ბავშვმა მიიღო მაშინ მონაწილეობა და იმერეთის რეგიონის ყველა ბავშვები იყვნენ ჩართული და ეს ძალიან დიდი საჭადრაკო ზეიმი გამოვიდა. ჩვენ გვაქვს ფოტოსურათები ამსახველი ამ ღონისძიების და რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს გავაცნობთ. მოდი ახლა გავაცნოთ საერთაშორისო სიახლეები და საერთაშორისო სიახლეებიდან რა თქმა უნდა ახლა ყველა ჭადრაკის პროფესიონალის და მოყვარულის ყურადღება მიპყრობილი არის რუმინეთის დედაქალაქისაკენ, სადაც იმართება საოცარი შეჯიბრება, საოცარი საპრიზო ფონდით. სუპერბეთის სპონსორობით ტურნირი იმართება რუმინეთის ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში. მასში იღებს 10 მონაწილეობას და 9 ტურად გათამაშდება ეს ტურნირი. კლასიკურ ჭადრაკში არასთავარია და საპრიზო ფონდი არის $475,000 თითქმის 9 მილიონი. და ვინ არიან ეს მონაწილეები? მონაწილეები არიან ფაბიანო კარუანა, ჯავახრე სინდაროვი, ანიშ გირი, ვინსენტ კეიმარი, ალირეზა ფირუჯა, უესლი სო, იორდენ ვანდერფორესტი, პრაგნანანა რამიშბაბუ, ვაქსიმ ვაშელეგრავი, ბოგდან დანიელ დიაკი, როგორც მასმიძელის წარმომადგენელი. და სხვათა შორის აი რომ ამბობენ გოგა რომ ჭადრაკი არ არის ტრამვული სპორტიო, ამ ტურნირმა აჩვენა რომ ახლა შეიძლება მოხდეს ტრავმა და აი აბარაშგულის სპორტი. აი ფირუზა არ ვთქვი ფეხი გადაუბრუნდა თუ რაღაც ტრავმა მიიღო და მას არ შეეძლო დაფასანჩი ზომა და ორგანიზატორებმა შეუქმნეს სპეციალური ოთახი, სადაც ის წამოწოლილი თამაშობს ჭადრაკს და რასთავარია მოწინააღმდეგეები დაეთანხმენ ამას და მართლაც უკვე იმართება ეს პარტიები და სხვა შორის ეს ადრეც იყო ესე ენტონი მაილსმა ითამაშა ერთხელ ესე ტურნირი. ასე რომ ეს ძალიან საინტერესო ტურნირია, ჩვენ მივადევნებთ თვალს ამ ტურნირის ცვლილებობას და შევთავაზებთ შედეგებს და პარტიებს ამ ტურნირიდან, რადგანაც სოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეები იღებენ მასში მონაწილეობას.
დღევანდელი ინტერნეტ სამყარო ყველასათვის ცნობილია, გოგო და Instagram-ზე გამოქვეყნდა შედეგები თუ ვის რომელ დიდოსტას უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს. ვის ეყოლება ყველაზე მეტი? რა თქმა უნდა, მე ეს ვიცოდი და კარსენს რასაკვირველია, მაგრამ დიდი სხვაობა არ არის. არა, კარსენს ყავს 2.187.000 ადამიანი, რომელიც ადევნებს თვალს, მეორე ადგილზე არის საერთაშორისო ოსტატი, ამერიკის საერთაშორისო ოსტატი. ეს მაშინ ქართულ ფეხბურთელებს მაგალითად ორჯერ და სამჯერ უფრო მეტი გამომწერი ყავთ. და მესამე პოზიციაზე არის გუკეში, მსოფლიო ჩემპიონი. ხო, საინტერესო არის ეს, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ ჭადრაკი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამიტომ ყავთ მათ ესეთი მიმდევრები და აინტერესებთ მათი აზრები, მათი კი, რამ განაპირობა ეს სოციალურ ქსელებში მოჭადრაკეების მიმართ ინტერესი. ახლა კარსენიც, კასპაროვიც, თქვა კარპოვი, მანამდე სხვა მოჭადრაკეები ხო, აი ლეგენდარულ პარტიებს თამაშობდნენ. მაგრამ აი ფართო საზოგადოების მხრიდან არ იყვნენ, ასე ვთქვათ, განიბიურებულები. სხვადასხვა ინტერნეტის ეპოქაში ძალიან კარგი მიმართულება აიღეს საჭადრაკო ტურნირის ორგანიზატორებმა, რომ რაც შეიძლება მეტად ყურებადი გახადონ ეს სპორტი. სპეციალური კომენტატორები არის გამოყოფილი ამისათვის, ყველა პარტია ირჩევა გასაგებ ენაზე, ყველასათვის გასაგებ ენაზე და უფრო დინამიურია საუბრებლად. სწრაფმა ჭადრაკება ძალიან დიდი როლი ითამაშა და ელუსებრულ თამაშებმა, რომელიც უფრო საინტერესო საყურებელი არის და ვფიქრობ ამ ყველაფერმა გამოიწვია ეს, რომ მეტი და მეტი გულშემატკივარი და მაყურებელი ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აუწყო ფეხი, ასე ვთქვათ, იმ ეპოქას და ამ გამოწვევებს, რომელიც არის და ძალიან იმედი მაქვს, რომ უკვე ქართული მოჭადრაკეებით, მათ შორის ნიკა კაჭარავა, რომელიც ვახსენეთ, მასაც ბევრი გამომწერი ეყოლება. და რა ნიკა ახსენეთ, ჩვენთან სტუმრის დრო არის ახლა და ჩვენი სტუმარი ვინ არის, გოგა? სწორედ ნიკა კაჭარავა, დიდოსტატი, დღეს განებირებული ვართ მისგან საოცარი შედეგებით და უფრო მეცაცველით და ნიკა ახლახან დაბრუნდა ამერიკიდან და აი პირდაპირ პრაქტიკულად ჩვენ სტუდიაშიც მოვიდა. გონების დაფის დღევანდელი სტუმარი არის ახალგაზრდა საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი და 2026 წლის მსოფლიო თასის საგზურის მფლობელი ნიკა კაჭარავა. მოგესალმებით. გამარჯობა ნიკა. გამარჯობა. ნიკა, მადლობა რომ გვესტუმრეთ, თან ჩამოხვედით ახლახან ამერიკიდან და ცოტა რთულია გადაწყობა საქართველოს დროსთან, მაგრამ როგორ შეეგვეთ? მადლობა დიდი პირველ რიგში რომ მოვიწვიეთ აქ. ძალიან საინტერესოა თქვენს გადაცემებს უყურებ და დიდი მადლობა. ინტერესებს და მადლობელი ვარ რომ აქ მომიყვანეთ. დიდი მადლობა. ხო, რაც შეეხება კითხვას, ყოველთვის რთული ამ ხელა გზის მერე. 9 საათიანი სხვაობა არის, დაახლოებით 30 საათი მოვფრინავ ხოლმე გზაში. მოქმედებს ჭადრაკზე? კი. მოქმედებს სამწუხაროდ და იქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც უნდა განმეხილა წინასწარ და მოვემზადე მაგისთვის და საბედნიეროდ დიდად არ უმოქმედია. შემიძლია მე ვისაუბრო უფრო მეტად. ნიკა, ასეთი კითხვა აქვს მე შენთან, უყურე. შენ ახლა გაქვს 2528 ფიდეს რეიტინგი. დაახლოებით 3 წლის წინ მქონდა 2550. მაგრამ მე თუ მკითხავს კაცი, შენ უნდა გქონდეს მინიმუმ 100 პუნქტით მეტი. ამ სადაც 2600 ესეთი ძალით თამაშობ, ხო? რაშია საქმე? აი შენი დიაგნოზი მაინტერესებს, მე რაშია? რატო არა გაქვთ 2650 ახლა და ან მეტი? ძალიან ლამაზ ჭადრაკს თამაშობ, რა მართლა ის. მადლობა. ხო, ბევრი სხვა ფაქტორი არის, რის გამოც ვერ ავედი ამ პერიოდის განმავლობაში. ჩემი ამერიკაში ჩემი მასწავლებელი სულ მაგას მეუბნება, ანუ ასეთ დაბალ რეიტინგი რანაირად გაქვს, ბევრად უკეთესად თამაშობ. მაგრამ პირველ რიგში ბევრ ტურნირს არ ვთამაშობ სამწუხაროდ. ეგ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამერიკაში რაც წავედი, იქაური ტურნირები დიდად არ მომწონს, იმიტომ რომ დღეში ორი ტური არის ხოლმე. მე მიყვარს, ანუ ერთი პარტია რო არის, რო ემზადები ფსიქოლოგიურად, იმ ერთი პარტიაში ამეცოდი თუ მოხდა თუ წააგე, რო გადახარშო ერთი საღამო რო გქონდეს მაგისთვის და შემდეგისთვის მოემზადო. ამიტომ ბევრს არ ვთამაშობ იქ. კიდევ სხვა ის არის, რომ როგორ თქვა? ანუ ამერიკამ ცოტა დააკლო შენ ჭადრაკს. ტურნირების მხრივ, მაგრამ ფიქრობ, რომ როგორც მომზადების მხრივ, ანუ ბევრად მეცადინეობ და ასე მგონია, რომ როდესაც დაუბრუნდები და ტურნირების თამაში დავიწყებ, მაგ დროს კარგად დავქაჩავ. და იმედი მაქვს, რომ აქამდეც. და უფრო მაღალ რეიტინგსაც რატომაც არა 2700-იანი და 2800-იანი, რატომაც არა. მოვალში აუცილებლად. ესეთი კითხვა აქვს ნიკა, უბრალოდ
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გუკეში, ეხლანდელი პრეტენდენტი სინდაროვი ფაქტურად შენი თაობის მოჭადრაკეები არიან და 1-2 წელი არის განსხვავება თქვენ შორის და მე მახსოვს რომ ჩვეულებრივი კონკურენციაში იყავი მათთან შენ ხო? აი მიუხედავად იმისა რომ შენ ჯერ სრულიად ახალგაზრდა ხარ და 22 წლისა ხარ და მთელი კარიერა წინა გაქვს, მაინც როგორ მოხდა რომ მათ ესე გაგასტრეს თქვა და შენ ვერ აყევი მათ? პირველ რიგში ხო, რაც შეეხება მაგას მსოფლიო ასაკობრივებს რომ თამაშობდი, სულ მახსოვს ეგენი ჩემ გვერდით იყვნენ. სადღაც მეც საპრიზოზე გავდიოდით, ისინიც ახლოს იყვნენ, ზოგჯერ მასწრებდნენ, ზოგჯერ მე მასწრებდი და სადღაც 12-13 წლიდან იმათ ბევრად უფრო გაუმჯობესა თავიანთი შედეგები. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ისინი ბევრად მეც მეცადინეობდნენ. პატარა რო ვიყავი, იმდენ დროს არ უთმობდი ჭადრაკს, მაინც რაღაც სხვა გასართობებიც მინდოდა, ფეხბურთი მიყვარდა ძალიან. ცოტა ხوار ნანობ ახლა. ახლა ვნანობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ან მესმის რომ მაინც შეიძლება. რა თქმა უნდა, დრო არის წინ მაგივა აღნიშნე მე 20 წლისა. ხო, მესმის რომ პატარა რო ვიყავი, რაღაც სხვა რაღაცების კეთებაც მინდოდა და ახლა რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტ დროს უთმობ ჭადრაკს და იმედი მაქვს, რომ ვინც ისიქნებს შენ იყო პირველი ქართველი, ვინც მსოფლიო ჩემპიონს მოგეცემა. პირველი ევროპის ჩემპიონი ყავს ზურაბ აზმაიფარაში. რატომაც არა, მასე უკვე. ხოდი მაშინ პროგნოზი გვითხარი, ახლა მსოფლიო ჩემპიონის და პრეტენდენტის პროგნოზი შენი პროგნოზი რა იქნება? ჩემი აზრით, რა გუკეშისკენ უფრო ვიხრები. იმიტომ რომ ძალიან ახლა ამ ბოლო ტურნირებში გუკეში ახლა ვერ თამაშობს, ბოლო წლებია ძალიან ცუდად ასპარეზობს. ეს საინტერესოა. მე მგონი რაღაცას გვიმალავს უბრალოდ და ტაქტიკა როგორც ნუ შეიძლება უბრალოდ იმ წელიწადში, როდესაც პრეტენდენტები მოიგო და მე მსოფლიო ჩემპიონატიც ნუ კარგი წელი ქონდა, კარგ ფორმაში ქონდა და მიყვა ტურნირები და ნუ ზოგადად ისეთი ძლიერი მოჭადრაკე შეიძლება არ იყოს, როგორც აი კარლსენი და 2800-იანები. მაგრამ ნუ ანუ სტაბილურობა აკლია რა ჩემი აზრით. ეს რამდენიმე წელიწადში მოუვა გამოცდილებასთან ერთად. და ნუ მაგამდე ხო სინდაროვიც ეგრე მგონია, ახლა ნუ ერთი კაი ტურნირი გამოვიდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გამოიცნობ რა შეიძლება მოხდეს. ხო, მაინც ისეთი ნერვების თამაშიც ემატება, ხო? მარტო გონების თამაში არ არის. ნიკა, იცი რა მინდა გავიხსენო, შენ მეშვიდე ტურში ევროპის ჩემპიონატზე. ანუ ლეგენდარულ ივანჩუკს მოუდე. ხო, რომელსაც სხვათა შორის აი ესე შინაურულად ბასიას ეძახიან, ხო? ჯერ იმის რეაქცია მითხარით, როგორ მოუგე და რა აი რა რეაქცია მოემზადე, რა იყო და საგანგებოდ მოემზადე როგორ ჩანს, ხო, თან? კი, ბევრი საინტერესო რამ მოხდა მაგ პარტიაში, ერთ უბრალოდ დაზუსტება შევიტან მე-6 ტურში მოხდა. ხო. მე დიდი მშობა არ აქვს, მაგრამ მე-6-ია, ხო. და ხო, ანუ თავიდან მოკლედ ივანჩუკი ახლა რა თქმა უნდა ლეგენდარული მოჭადრაკეა. პირველ რიგში ძალიან გამიხარდა რომ ვეთამაშებოდი უკვე. ერთხელ შევხვდი მაგამდე შარჯაში 2024-ში 25-ში სტად არ მახსოვს. მაშინ დამამარცხა ძალიან კარგი პარტია კლასიკურ სიცილიურში. აი რომ მოგეწონება რა ისე რომ შესაძლოა ყოფილი ხარ წაგებო. ანუ ძალიან კარგად მომიგო და ახლაც ველოდებოდი სიცილიურში რაღაც ძალიან რთულ და გავგევარ პოზიციას და ერთი რაც მაწუხებდა რომ იმას იმხელა გამოცდილება აქვს სიცილიურში რომ დებიუტიდან როგორც კი გავიდოდით, ნუ პრობლემები შემექმნებოდა რა სანამ ისეთ პოზიციას მივაღწევდით, რაც უფრო კარგად მესმოდა. და ნუ ძალიან ბევრს ვამზადებოდი სიცილიური წინააღმდეგ, ნაიდორფ კლასიკური სიცილიური და ძალიან გამიკვირდა როდესაც მოვიდა რუსული, რომელიც არის უფრო სტაბილური და სოლიდური პოზიცია, ხო? რაღაც აი, როდესაც არ გინდა რომ გარისკო, მაგ დროს მოდიხარ. და ნუ გამიხარდა ძალიან პირველ რიგში და დამუშავებული ქონდა. კი, სხვათა შორის რა დებიუტიც მედგა ერთი 15 წლა წინასწარ ვიცოდი და პარტიის დროს მივხვდი რომ იმაზე მეტი ვიცოდი. და რაღაც მომენტში ხო ფსიქოლოგიურ პროცესებში მხარეს იყო. ანუ სულა რო გავაკეთე, რაც ვიცოდი, იმან ფიქრი დაიწყო და მე მახსოვდა მომზადებიდან რომ ამ უკვე კაი პოზიცია მედგა. მე იმან ეგრევე შეცდომები დაუშვა და მივიღე ძალიან დიდი უპირატესობა რა. +2 წერს კომპიუტერი, ნუ ეს არა მოჭადრაკისთვის ფერსერფერს ნიშნავს, მაგრამ ნუ კარგი უპირატესობა მქონდა, ხო, მაღალი შეფასება იყო და მე ნუ სამწუხაროდ, ახლა მარტივი პოზიცია არ იყო, მაინც კარგად უნდა შემეტია და ვერ გამოვიყენე ეს, გამოუშვი და მე მივიღეთ თანაბარი პოზიცია. და იმან იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ლაზიერი მყავდა, თუ გახსოვთ და იმას ყავდა 2 ეტლი, კუ და ნუ რაღაც გავგევარი პოზიცია იყო და ახლა გასაგებია რომ დიდი უპირატესობა მქონდა და კარგ შემთხვევაში მარტივადაც მოუგებდი, მაგრამ უკვე პოზიცია თანაბარი იყო და მივიღე ის, რომ ანუ
აღარ მქონდა მე შანსი მოგებას თამაშეს და ყაიმს გავაკეთებ მეთქი. და ერთ მომენტში უკვე ვამეორებდი პოზიციას. ეს იყო სადაც 39 ესვლა. 40 წლის მერე ზოგადად დრო ემატება ხოლმე 9 საათი, ხო? ორივე ვიყავით ცაიტნოტში. და ამ სულების გამეორება რომ დავიწყე, იმას, როგორც ახლა ჩემთან მაინც არ უნდა და ყაიმი. როგორც აღმოჩნდა და 39 სულაზე წავიდა მოგებაზე. და დაუშვა შეცდომა. და ეს დაუშვა შეცდომები, იქ პოზიცია თუ გახსოვთ, ეტლები ჩამოცვლევინა, რის მერეც ლაზერი ძალიან გააქტიურდა. და მე 40 სულის მერე მივიღე უკვე მცირე უპირატესობა და ეს უპირატესობა ნელ-ნელა გავდავზარდე და ბოლოს იქ ბევრი მოგებამდე სამ მოგებამდე მივიყანე, იქ ბევრი სხვადასხვა დეტალი იყო და ბოლოს გამოვიდა ეს პოზიცია, ლაზერი და პაიკი, ეტლი და ორი პაიკის წინააღმდეგ და ცდილობს ციხესიმაგრის აგებას. და მე ვცდილობ აქეთ-იქით რაღაც ვაწვალო, მაინც დავღალო, 50 სულა შემიძლია ხო ვითამაშო, სანამ პაიკს გავწევან რაღაცა, რომ ყაიმი სანამ დაფიქსირდება. და ანუ ის ვცდილობდა დაითვალა ყველაფერი, რამე არ შეცდომოდა და ბოლოს მაინც შეიძლება ასაკმაც იმოქმედა უკვე, ერთი ძალიან უხეშ შეცდომა დაუშვა, რა პაიკი მომიკლა და საბედნიეროდ ხო, ეგრევე გამოვიყენა ეს შეცდომა და მოდი რახან ევროპის ჩემპიონატზე ჩამოვარდა, სულ პირველ რიგში მიულოცოთ ნიკას, იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატზე მან მოიპოვა საგზური, წლევანდელ წელს იქნება მსოფლიო თასის გათამაშება და ერთადერთი ქართველი არის, ხო, რომელსაც ეს საგზური აქვს და ჯერჯერობით კი. მიულოცოთ მას ეს წარმატება, მაგრამ მე ეგეთი კითხვა მაქვს შენთან ნიკა, უყურე, შენ რაღაც პერიოდი ლიდერი იყავი ევროპის ჩემპიონატზე, ლიდერი იყავი და აი ჩვენ უკვე გულშემატკივრობდით, რომ იქნება ერთი медаლი, მაგრამ მე რაღაცნაირად შენ ყაიმები გააკეთე. მესმის რომ შენ გინდოდა რომ ეს საგზური გაგენაღდებია და ამისთვის ისწრაფოდი, მაგრამ იქნება медаლიც აგვეყო რომ გებრძოლა ბოლომდე. იმიტომ რომ ჩემპიონი გახდა უკრაინელი საერთაშორისო ოსტატი, ახალგაზრდა ბიჭი, ხო სულ? აი როგორ შეაფასებ იმ სიტუაციას და რატომ მიიღე ესეთი გადაწყვეტილება? კი, ანუ ყველაზე კარგად მერვე ტურში გამოჩნდა თუ მეცხრე ტურში ბოდიშით ლაგარდეს რო ხვდები ფრანგ მოჭადრაკეს თეთრებით რაღაც მომენტებში მქონდა უპირატესობა. მაგრამ ვცდილობდი მეთამაშა ურისკოთ და ყაიმზე წავედი. აი ეგ იყო ყველაზე ისეთი მომენტი, სადაც ყაიმი ტაქტიკა იყო, როგორც ჩანს მე უკვე რომ განაღდების კი, იცით რა იყო, აი აღარ არის. მსოფლიო თასზე არასდროს არ მაქვს ნათამაშები და ანუ ძალიან მინდოდა გავსულიყავ, იმიტომ რომ ეს ნოკაუტ სისტემა ძალიან მესაინტერესოება და მინდოდა გამომეცადა რა. აი წინასწარ რომ მოპოვებული მქონდა რაღაც საქართველოს ჩემპიონატიდან ან შემდეგი ევროპა. უფრო გავრისკავდი აუცილებლად და მივხვდი მე. ტაქტიკაა რა, ამიტომ ხო ძალიან ბოლოს მივხვდი კიდეც რომ ეს იქნებოდა. კი, ბოლოს სამ ტურში ანუ სამი ყაიმით უეჭველი გავდიოდი, ვიცოდი. და ეხლა ჩემი მეტოქეებიც გავიდოდნენ მაგ ყაიმებით და ვიცოდი რომ ძალიან არ გარისკავდნენ ისინიც და მსოფლიო თასის საგზურს მოვიპოვებ მეთქი რა. თორე კი შეიძლება. გილოცავთ და ძალიან გვიხარია რომ თვალსაჩინო შედეგებს დადებთ და რომ ბარემ აქვე მინდა კითხო პარალელურად უკვე აი ოლიმპიადის წელია, როგორ ემზადებით ოლიმპიადისთვის? ოლიმპიადისთვის ძალიან ბევრს მუშაობ, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ჩემი აზრით. ეხლა ეს ევროპის ჩემპიონატი ასეთი კარგი რო გამოვიდა, ეგეც კარგი სამოტივაციო იქნება. დაახლოებით 5-6 საათს მუშაობ ხოლმე ჭადრაკზე. ზოგადად 7-8 საათამდე ადიგი. სხვათა შორის 7-8 საათ, ანუ სადე ძალიან. და ორი ეფექტური უნდა იყოს. აი ეგია. ანუ 7-8 საათს ჯობია 5 და კარგი საათი იყოს. რა მე თუ დაიღალე, მე აზრიც არ აქვს დიდად და ეხლა ვემზადები მაგ ტურნირისთვის, მაგამდე ვითამაშებ ორ ტურნირს, ერთი არის დოლე ოპენი საფრანგეთში, მე და ჯობავა მივდივართ ერთად, ძალიან კარგი ტურნირია. მერე მსოფლიოს უნივერსიტეტების ტურნირი რაღაც, ამერიკის უნივერსიტეტის ძალიან კარგი. კი, ძლიერი ტურნირი იქნება და ნახოთ რა, მე ჩემს ყველაფერს გავაკეთებ. ყოველ დღე მაქსიმალურად ვეცდები, რომ საუკეთესო ფორმაში შევხვდე. და იმედია ყველაფერი კარგად გამოვა. დიდი მადლობა და იმედი ვკითხო გოგას, ანუ დავასრულებთ. მე მახსოვს ნიკა პატარა რო იყო სულ რაღაც იყო დაკავებული ინტელექტუალური გართობებით, იმიტომ რომ აი ევროპის ჩემპიონატი იყო მახსოვს და სანამ სატურნო დარბაზიდან სასტუმროში მოვიდოდა, ავტობუსში თამაშობდა ხან ქალაქობა, აი სულ რაღაცას ფიქრობდა, თამაშობდა. ვიცი რომ შენ გიტარაზე დაკვრას გიყვარს, ხო? აი შენ ჰობიზე მინდა კითხო. ხო, გიტარაზე დაკვრა უყვარს, ღერის კიდევას და მინდა კითხო. რა ხობი გაქვს შენ ახლა ჯარდა ჭადრაკისა და ამის შესახებ რომ ვითი ახერხებ განტვირთვას, იმიტომ რომ ჭადრაკს მართლა განტვირთვა ჭირდება. ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად პინგ-პონგს ვთამაშობ ხოლმე განტვირთვის მიზნით. მაგიდის ჩოგბურთს. დიახ, მაგიდის ჩოგბურთს ძალიან მიყვარს.
კლუბშიც დავდივარ, ტურნირებზეც გამოდივარ ხანდახან. ხო, აი ჭადრაკისგან ხლა ფსიქოლოგიურად როცა ვიტვირთები ძალიან. ხო, მე დვარეცკი ამბობდა, ხო, მაგას რაღაც მახსოვს, სადაც წავიკითხე, რომ დვარეცკი იმაშობოდა, რეკომენდაციას უწევდა, რომ ეს ითამაშეთ მოჭადრაკე. ხო, მე არ ვიცი მოჭადრაკეს ვერ ვაკავშირებ მაგდით შობოსთან, მაგრამ აი ნიკა რეაქცია გამძლეობა. ჯობავას ძმა თამაშობს ძალიან მაგრად და მაგასთან ერთად დავდივარ ხოლმე და ვცდილობ გავაუმჯობესო, იმიტომ რომ ჯობავა თამაშობს? თვითონ ჯობავაც თამაშობს, ძმასავით კარგად ვერა, მაგრამ ისეთ საკმაოდ ოჩახ. და ნუ ეს პინგ-პონგი მაგდას ჩოგურთი ახლა, ზოგადად რახან მუსიკა ახსენეთ, კი გიტარაზეც უკრავ, პიანინოზეც უკრავ. იშვიათად მღერი, მაგრამ ზოგჯერ როცა მომარგება. გემღერება უნდა იმღერო. ხო, ახლა იმდენად დროს ვეღარ უთმობ. ადრე უფრო უკრავდი, მაგრამ შიგადაში როცა როგორც თქვით რა მემღერება დაკვრა მინდება, მაგრას უკრავ. მაინტერესებს ამ შეჯიბრებებს რო გამოდიხარ მაგიდის ჩოგურთის რა შედეგები გაქვს? ჯერჯერობით ესეთი კარგი ვერა რო ანუ ტურნირები არის რაღაც ჩამოყვება პირველი რანგიდან სადაც მე-4-მდე, მოყვარულთა ლიგაზე გავედი პირველად და შემდეგ ლიგაზე გადავედი. რაღაც სტარტინგ ლიგა ქვია. დიდი იმედი მაქვს რომ სულ მალე ვიტყვი რომ საუკეთესო მოჭადრაკე მაგიდის ჩოგურთელებს შორის და საუკეთესო მაგიდის ჩოგურთელი მოჭადრაკეებს შორის. კი, და ნუ ნახოთ რა შეიძლება კიდევ უფრო გავაუმჯობესო, იმიტომ რომ მომწონს რა ჭადრაკის მერე პინგ-პონგი მაგიდის ჩოგურთი. ძალიან კარგია, ხო, ფიზიკური აქტივობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა გისურვო წარმატება, ძალიან გულშემატკივრ რომ ჩვენ ვადევნებთ თვალს შენს ასე ვთქვათ საჭადრაკო არა მხოლოდ შეჯიბრების გამოცდილებას და გვინდა რომ სულ მალე მედლებით გაგვახარო მათ შორის ხო რატომაც არა ოლიმპიადიდან მედალი რო ჩამოგიტანო აგერ გია გიორგაძე გვერდით გიზის მისი წყალი გადმოგესხოს რომელსაც აგერ ერევნის ოლიმპიადიდან ჩამოგვიტანა ჩვენ პირველი ოლიმპიური მედალი ვაჟებს შორის. მადლობა ნიკას, რა თქმა უნდა, სტუმრობისათვის და მე მინდა ვთხოვო რომ დარჩეთ ჩვენთან ერთად, რადგანაც დღეს უნდა გავარჩიოთ მისი პარტია. და მაყურებლის საინტერესო იქნება მისი კომენტარები. ვისთან ერთად თამაშობდა, ვის პარტიას ვარჩევთ? ეს და პირველ ტურში თამაშობდი შენ თურქ მოჭადრაკესთან ერთად. ილმაზ მუსტაფა. როდესაც შევხვდი მაგ დროს საკმაოდ ძლიერი მოჭადრაკე იყო 1640 ჰქონდა. ახლა ეს უკვე ვისაუბროთ ჩვენ პარტიის დროს ამ შესახებ. მადლობა. სპეციალურად მივადევნებ თვალს ამ თამაშს. დღევანდელ რუბრიკაში ჭადრაკის პარტია ჩვენ სტუმართან ერთად, ნიკა კაჭარაოსთან ერთად შემოგთავაზებთ მის პარტიას, რომელიც მან ითამაშა თურქ მოჭადრაკესთან ერთად. შარჟის საერთაშორისო ტურნირზე პირველ ტურში პარტიაში გათამაშდა სიცილიური დაცვა. ნაიდორფის სისტემა, ხო, მაგრამ აქ ნიკამ ითამაშა ეტლი G1. ნიკა, აბა გავუკეთო ამას კომენტარი. ეს გადახვევა თეორიიდან თუ რაღაც სხვა დებიუტში გადაყვანა გინდოდა ალბათ G4 G5-ის იდეა გაქვს, ხო? კი, იდეა თავისთავად G4 G5 არის. ეს ეტლი G1 თანამედროვე სვლა არის, უკვე ბევრი თამაშობს. ანუ ამჯერად აღარც ისე იშვიათია, მაგრამ როდესაც ეტლი G1 არ იყო პოპულარული, მაშინ ივანჩუკმა გააკეთა პირველად ეს სვლა. თუ არ ვცდები კასპაროვთან. თავს ვერ დავდებ, მაგრამ მგონი. და საინტერესოა. ამიტომ გამოიყენე ეს. კი ბატონო, გავაგრძელო. ჩავებოვიდნენ B5, A4, B4, მხედარი D5, E6, აქ გაიცვალა მხედრები, Q3, QB7 და ლაზერი D2. აქ მაკითხვა კიდე. ანუ E4 პაიკის, ცენტრალური პაიკის მიცემა მე ესე მახსოვდა რომ ძურთული იყო და შენ ესე დათვე ცენტრალური პაიკი. ეს ყველაფერი სახშექონა მომზადებული ხონდა. სხვა შორის გეტყვით როცა თეორია შეჩერდება, მაგრამ მაგამდე კიდევ ბევრი სვლა არის სახშექონა მომზადებული. კარგით, გავაგრძელოთ მაშინ შავმა აიყვანეს, რა თქმა უნდა, ცენტრალური პაიკი, ალბათ მეც ავიყვანდი, იმიტომ რომ ცენტრალური პაიკი ყოველთვის საინტერესო არის. დიდი როკი, თვითონ არაფერი არ მომხდარა, ხო? შენ გააგრძელე განვითარება, ლაზერი, დერვა და QG5. აი, ამ სვლაზე გავაკეთებ კომენტარს. ეს სვლა პირველ, ანუ ქართულად არ ვიცი როგორ ნავინკას რო ეძახით. ხო, სიახლე. სიახლე. თეორიული სიახლე არის, შენი მოფიქრებული. დიახ. QG8-ია. იდეა იმაშია, რომ QE7 აქ არის ძალიან ლოგიკური სვლა, ჩემი აზრით. QE7, ხო? და არასწორი სვლა არის. მართლა და ანუ შენ გინდა შავი ყუ გაცვალო. ხო. რეალურად დაცველი მოვიშალო. მოვაშორო და მე ეხაზიც გავხსნა და იქ ნახავთ მე ეხაზზე რა მოხდება. QE7 მოვიდა, როგორც ამბობ, ცუდი სვლა არის, მაგრამ ბუნებრივი სვლა ჩანს QE7. საერთოა, ხო. ხო, ლაზერი E7, F3,
Q6 და A4. აი ეს რაც ვერ გავიგე, სიმართლე გითხრათ, რას უტევთ აქ ვერ გავიგე, დამიხსენი. ანუ დიდ მეორე პაიკს აძლევთ, კი, მეორე პაიკს ვაძლევ. პარტიის დროს რამდენად გავაკეთებდი ამ სლოს არ ვიცი, მაგრამ როგორც გითხარით, ეს ყველაფერი სახში მქონდა მომზადებული. და ეს კარგი პარტია იმისთვის, რომ ნახოთ აი სახლის მომზადება რამდენად მნიშვნელოვანი არის. პარტიის მერე გნახოთ რეალურად დაფაზე მხოლოდ ერთადერთი ტაქტიკა დავითვალე, რომელიც არც თუ ისე რთული დასანახი იყო და დარჩენი უბრალოდ სახში მქონდა მეხსიერებით მოვიტანე. მე გეთახვევი, რომ საშინაო მომზადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის და ახლა დღევანდელ ჭადრაკში გაცილებით მნიშვნელოვანი არის, მაგრამ აი მე მართლა მოხიბლური ვარ ამ სულებით, იმიტომ რომ სიმართლედ ერთი შეხედვით ვერ მივხვდი რაში იყო საქმე. ამბობ ლაზერი გამოიტყვე, ხო შენაკეთ? ჰაშხაზი გაიხსნა. მე აი თეთრჯადოვან კურსს რო ჩავცვლი, მე ნახავთ როგორ სუსტდება H7 პაიკი და H6 თუ მოხვალთ მე G4 G5-ით ვაწუხებ. იქ ერთი ვარიანტია და გამოჩნდება. და ლაზერი H4-ს მე უბრალოდ F4. F5 მინდა კი, აი იმ კურსს. აი ახლა გინდა F5, ხო? კურსს ვაწუხებ. ორი პაიკი შეწირე და უტე უბრალოდ არაფერი არ მოხთარა. კი. აი იმის ცხენი და ეტლი სანამ თამაში შემოვა, მეფე რო ცენტრში ყავს. აი ვცდილობ გამოვიყენო. ანუ ეს ვერ ასწრებ და როქის გაკეთებას ვერსა? ვერა, აი ერთი მომენტი არის, სადაც აი ტაქტიკურად ხო. Q4 მოვიდა. კი, F5. G4, აი F5 ემუქრებოდა, ხო? მხედარი D7. აი აქ Q2 არის ძალიან ძლიერი. ხო, ძალიან ძლიერი. იმიტომ ეს აქტიური Q არის, რომელიც კრავს პოზიციას და ეს მოიშორე. H7 პაიკსაც იცავს, იქ რო რამე D5-ით შეუძლია გამყაროს და ამ Q-ს მოშორება ძალიან კარგი იყო. ძალიან კარგი იყო, მართლაც ეს მომეწონა Q2, ეტლი2 და აი აქ ეტლიც რო მოვიდა, აქ არის. ეტლიც რო არის სუსტი სვლა, იმიტომ ტაქტიკურად ვიგებ. ხო, მხედარი F5 არის. ხო, სანამ ეტლიც როს გააკეთებ და აქ ვარიანტი გრძელდება D5 არის უძლიერესი სვლა. აჰა, D5 შეეძლო მოსვლა, ხო? კი. იმიტომ რომ იქ ახლა მე მინდა ცხენის გაწევა F3-ზე ან სადღაც D6, ან შეიძლება ცხენი C6 უფრო ძლიერი და D5-ით მაგ პაიკს იცავს და მომავალი შეიძლება გაროქოს და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც უკეთესია თეთრი. მაინც უკეთესია. ანუ შენი ანალიზის მიხედვით ეს პოზიცია უკეთესია არის თვალსაჩინო. და იქ Q2, ეტლი2-ზე იქ ეს ეტლი2-ს გედგა დაფაზე? ეტლი2 არა, იმიტომ რომ არ იყო. არ იყო კარგი სვლა. ეტლი2-ზე კიდე აი ის რო გავამახვილო ყურადღება, როქს თუ გააკეთებდა ეტლი2-ზე. ყველაზე ლოგიკური სვლა D5-ის. ხო, ყველაზე ლოგიკური სვლა არა, როქი რო გააკეთე. ხო, რომ მეფე ცენტრშია, ნუ რო დამალოს. დამალოს, აი აქ ჩანს კარგად აქ მოვდივარ. ეს აშხასის გახსნა აქ ჩანს? კი. აქ მოვდივარ თორცდები ცხენ F3-ს მოვდივარ მგონი. დიახ. ლაზერი უნდა უი, ბოდიშ, ეტლი H2. აი პირდაპირ H7 პაიკს რო შევუტიო, ეტლი H2, მესამე პაიკსაც ვაძლევ G4-ზე. ლაზერი G4 უნდა მოკლას, იმიტომ რომ მესამე პაიკსაც აძლევ. H6 უნდა ახლა რო დადგეს, ახლა მოვდივარ ეტლ H1-ს. ეტლ H1 D1. H7 პაიკს უტევ, H6 ხო, ან ცხენი F6 ლოგიკურად და ახლა მოქვს ძალიან ძლიერი სვლა ეტლი G2. და H6-ზე იღებ უკვე პაიკს, ხო? სხვა შორსა. ლაზერი გამოვიჭირე. და ასე ტაქტიკურად როქი არ გამოდის. ამიტომ რომ ლაზერის გამოჭერით ვემუქრები და როქს თუ არ აკეთებს უკვე მეფე ცენტრში რჩება და ორი პაიკი ეტლიც მაგრამ სულ დაიშალა მის პოზიციამ და ძალიან კარგი ტაქტიკური დარტყმა არის მხედარი F5 ძალიან ძლიერი სვლა ძალიან ძლიერი სვლა გამოვიდა აქ ცხენი F5 რეალურად ერთ-ერთი სვლა იყო რაც დაფაზე დავითვალე რა დარჩენი ყველაფერი სახლში F ლაზერი D6 ნუ აქ ლაზერიაში უნდა მოვიდეს. კი, იმიტომ რომ ეტლი2 კიდია. კიდია, ლაზერში ეტლი2. და ეტლი2 მაინც. ნუ მაინც არის. ლაზერ2-ზე, იმიტომ რომ D7-ზე და C8-ზე იყიდება. აქ უკვე იზოლებული იყო ეტლი მოეცა, ხო? ეს ალბათ წაგებულია უკვე ეს ინჩი. ეს უკვე ხო ხარისხი აკლია და ის აპაიკი უკვე ნელ-ნელა. ეტლი A6 მაინც ვაჩვენოთ როგორ გაგრძელდა პარტია, ეტლი B8 მოვიდა, GF, ეტლი B7, A5, B3, ეტლი2 ქიში, მეფე D8, ეტლი A8 ქიში, მეფე C7 და ეტლი E7 და აქ დაგნებდა, ხო? E7 პაიკეთს. ყველაფერს უკლავდა, დანებდა და მე ვფიქრობ ძალიან კარგი წარმატებაა, კარგი მიღწევა არის ეს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ გავითარდა პარტია და ჩვენი მაყურებლებისთვის საინტერესო იქნებოდა შენი ახსნა და კარგია რომ გაუკეთე კომენტარები ამ პარტიას. მოდი ახლა ნიკა შევთავაზო ჩვენს მაყურებლებს, აი ძალიან საინტერესო რაც შენ მე მითხარი, დაბოლოება, აი ესეთი დაბოლოება იყო, რომელიც შენ ეთამაშე ნიჰალ სარინს, ხო? ძალიან ძლიერ მოჭადრაკეს, ინდუელი მოჭადრაკეს, ძალიან ძლიერ მოჭადრაკეს ესპანეთში საერთაშორისო ტურნირზე და სიმართლე გითხრა მე ამ პოზიციას რო შევხედე, ვფიქრობდი რომ სულ დამთავრებულია. ალბათ თვითონაც ესე ფიქრობდა, ხო? რომ დამთავრებულია თამაში და ალბათ უნდა დამედეს ახლა მაგრამ არ ვიცი გენიალური იდეა მოგივიდა თავში და დაგეძვირნა თავი ამ პოზიციიდან, იმიტომ რომ A4 სვლა
ცალკე აღებული არაფერს არ ნიშნავს, თუ არ გავითვალისწინებ შემდეგ სვლას, ხო? იმიტომ მეფე B5 ბრუნდება და აი ახლა ძალიან მაგარი სვლა. G6 იდეაა თვითონ მაგარი. რადგანაც მეფე A4-ის დროს აღების შემდეგ შავი კიდე ერთ პაიკს წირავენ და ქმნიან გასვლელ პაიკს. კი. ახლა გიხსნით იქ რა ხდებოდა? მოკლედ ბოლოს სვლა რო გააკეთა მეფე A6 ან მაგ დროს უკვე ეთყობოდა რომ პოზიცია მოგებოდა იყო და ელოდა როდის ანებდებოდი. იმიტომ რომ რეალურად მეფე A6 რო არ მოსულიყო მართლა მოგებულია პოზიცია იქ ნელ-ნელა B3 B4-ით და მერე შემოდის მეფე A6 და ამ მეფე A6 როგორც კი გააკეთა, ანუ ეს იდეა მომივიდა თავში G6 და F6. იქვე მოგივიდა თავში ეს იდეა. კი, მეფე A6 რომ მოვიდა. თუ გაჭირვება მაჩვენე. გაჭირვება მაჩვენე. ეგ თავისთავად და სხვა რო არაფერი არ მქონდა, რაღაც უნდა მენახა და პირდაპირ F6-ზე მქონდა G6. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი იყო რომ ჯერ G6 მოვდივარ და მერე F6. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ პრობლემა იყო რომ აი A4-მდე პირდაპირ რომ დამეწყო, B4-ს, კი, B4-ს მოდის. და მე B პაიკი გამსვლელი ხდება. ამიტომ A4-ით ეს შევაჩერე ეს B4, B5. საინტერესო იდეაა. და ეს მეფე სანამ მოკლავდა, აი მაგ დროს ვისარგებლე ამ დროით და გამოვიდა სასწაული რამ ნახე მე მეფე D7. მეფე D7 და ახლა კიდე საინტერესო ის არის რომ არის 39-ე სვლა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ის უკვე ფსიქოლოგიურად უკვე რთულია, იმიტომ რომ პარტია იგონა უკვე მოიგო და ახლა ახალი თამაში იწყება. ხო, ახალი თამაში, სადაც მე აღარ ვისკავ არაფერს. თვითონ უნდა ითამაშოს სწორად. ზუსტად უნდა ითამაშოს არ წააგოს. იმიტომ რომ G5-ში H4-ს და იმ პაიკის ლაზერის გასვლას ვერ აჩერებს. ლაზერს მივიღებ და ნუ უნდა იცადოს რაღაც კონტრთამაში შექმნას. მეფე B4 მოვიდა, ასე უნდა მოსულიყო? მეფე B4 ჩემი აზრით უფრო ადამიანური არის, იმიტომ რომ იდეა რაშია ახლა. მეფე B5 რა თქმა უნდა უფრო ლოგიკურია, რომ ის B6 პაიკი მოკლა რაღაც შექმნა, მაგრამ როდესაც მოვდივარ G5-ში H4-ს, მეფე 6 და H4-ს, მისი ერთ-ერთი იდეა არის F4. რომ მესამე პაიკით შექმნას განსვლად. მაგრამ F4-ზე E-ს კლავდა, როდესაც მეფე B5-ზე დგას. ვერ დაეწევა პაიკს, ხო? არა, ვერ დაეწევა, მაგრამ პაიკი გადის ქიშით. F1 ლაზერიდან. ხო, გავიგე, F1 ლაზერიდან გადის ქიშით. ადამიანური სვლა არის უფრო მეფე B4. კი და იმან აქ ძალიან ბევრი დრო და თვალ 1-13 წუთი ქონდა, სანამ მოემატებოდა და 1 წუთზე ჩამოვიდა თუ რაღაც და ეს მეფე B4 ძლიერ სვლა. აქ მოხდა შენ G5 გაიცვალა და მეფე E6, რადგანაც რო არ წავიდა G6 პაიკი წინ, ხო? კი. F4 და აქ ჩანს, აი F-ზე უკვე E5 და F3, G6, F2 და G7-ზე F1 ლაზერი ქიშით აღარ გადის და უკვე ესაა. ამიტომ F-ი აღარაა უკვე კარგი. ამიტომ H4. H4, კი ბატონო, F. ახლა G6, G7 უნდა, ამიტომ F7 პროფილაქტიკური სვლა საჭირო არის. F C4, H3 მეფე D5, A2, E6, მეფე E8. მეფე E8 და აი აქ როგორც თქვი, ანუ ლაზერში გასვლას ვერ აჩერებს ის. ამიტომ უნდა მოიფიქროს რაღაცა უფრო ორიგინალური იდეა, რომ პაიკებით 5 პაიკი ყავს, ხო, ახლა რაღაც პაიკებით შექმნას, რაღაც კონტრთამაში. G6 ლაზერი გავიდა G7 და საინტერესო პოზიცია რა, გოგა. რა ლაზერი იბრძვის პაიკების წინააღმდეგ და ფაქტობრივად ახლა უკეთესი გაქვს ხო პოზიცია? ანუ მოგევაზე მე ვთამაშობ, კი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ახლა E6 პაიკი რო ავიღო ლაზერით, უკვე პაიკები გაჩერებულები არის. ძალიან საინტერესო პოზიციური ფრე გამოვიდა რა იდეაში, იმიტომ ლაზერი პაიკების წინააღმდეგ და მაგრამ იმდენად წინ არიან პაიკები, რომ შენ ვერ ასწრებ ყველას აღვანას. ახლაც თუმცა ეცადე. კი, ახლაც მნიშვნელოვანია, რომ სტორი ქიში ვთქვა. ლაზერი H5 არის კიდე ლოგიკური ქიში, მაგრამ ლაზერი H5 აგებს. იმიტომ რომ მეფე C6 შედის. და ლაზერი C5-ზე მეფე B7-საც შედის და იმ პაიკს მეფე იმალება, ხო? და იმ პაიკს ვეღარ ვაჩერებ, იმიტომ რომ ლაზერი შეხვს რომ მოვალ F7 და ჟერვა ლაზერი გადის. ამიტომ ლაზერი D1-ია მნიშვნელოვანი. მეფე E5 ახლა მეფე C6 იგივე იდეა რო ცადოს, უკვე ლაზერი C2 ქიში მაქვს და E4-ზე კიდეა, B7-ზე ვეღარ იმალება. რა საინტერესოა. F5. რა საინტერესოა. და აქ ლაზერი H5 ქიში, ნუ სხვა ქიში არ მაქვს, მეფე F4, ლაზერი H4 და გაგზელდა ქიშების კი, აქ უკვე ქიშები ჩემეძლო qaim გამაკეთებინა, მაგრამ შენ მოგებას თამაშობ. მე დავინახე, შენ მოკალი ხო ეს პაიკები რაღაც მომენტში. ხო, ანუ F7 ჟერვა ლაზერისგან ეს პროფილაქტიკური სვლა გავაკეთე. კიდე იმის თქმა მინდოდა, ანუ ამ ტურნირში ერთი ძალიან ძლიერი მოჭადრაკე ჰანს ნიმანი დავა მარცხე. რომელიც ახლა ერთ-ერთი ვარსკვლავი, ამერიკის ვარსკვლავი. 2007-ში ნუ ძალიან ძლიერი მოჭადრაკეა და ნიჰალიც მინდოდა რომ მიყოლებია. ხო, შემდეგ ტურში შევხვდი, წე ტურში მოვგენ იმას და მიყოლებია გინდოდა. ცდილობდი მაქსიმალურად, მაგრამ ნუ ეს ძალიან ძლიერია. კარგად გამოვიდა. ლაზერი აქვს ერთი პაიკი, აიღე. კი. მეფე A7 ლაზერი A7. ეს ძალიან საინტერესო პოზიცია გამოვიდა ბოლოს. აქ აი ქიში გავამეორე პოზიცია. აქ აიყვანე და პოზიციური ყაიმ გამოვიდა მაგარი, გოგონახე ლაზერი 6 მეფე A7 და ლაზერი დაძდევს მეფეს რომ პაიკი ვერ გავიდეს.
ხო, პაიკების ენჩპილზე ერთი რაც მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით ყველაზე რთული არის ენჩპილებს შორის, იმიტომ რომ ამას ვერ შეაფასებ, ინტუიციურად ვერაფერს ვერ იზამ, ყველაფერი უნდა დათვალო აბსოლუტურად. თუ რამე გამოგეპარა, სხვა შანსი აღარ არის რა და ამიტომ საბოლოოდ მინდა შევთავაზოთ ჩვენ ტელემაყურებლებს ერთ-ერთი შენი პარტიიდან ფრაგმენტი ამოსახსნელად, ოღონდ ჩვენ აქ არაფერს არ ვეუბნებით, მას ვეუბნებით მხოლოდ რომ შენ თამაშობ შავებით და მათ მონახონ საუკეთესო გაგრძელება. პოზიცია არის ამოსახსნელად, სვლა შავებისა და ჩვენ ტელემაყურებლებს ვთხოვთ რომ სწორი სვლა გამოგვიგზავნონ ჩვენ Facebook გვერდზე კლუბის 64 საქართველოს და ჩვენ მათ მოვიწევთ კლუბში ღონისძიებაზე. დიდი მადლობა ნიკოლოს შეთანხმებისთვის. მე ვადევნებდი ესე დამუნჯებული ამ პარტიას და საოცარი პარტია იყო ეს. ასე მეფეებისა და ლაზერის დაპირისპირება მე ასე არ მინდა ხავს და ძალიან მე მგონი ძალიან იშვიათია და აი პირველად ნახე და ძალიან საინტერესო იყო. მადლობა ნიკას და უსურვოს წარმატებები. წარმატებები. და ჩვენ მივადევნებთ თვალყურს. აუცილებლად. თვალყურს მივადევნებთ. ეხლა კი ისტორიის დრო არის და გოგა გთხოვ სიტყვას. ხო, ისტორია, რა თქმა უნდა, კვლავ დავიწყებ ამჯერად ისევ ქალთან ნაკრებით და ძალიან დაძაბული გამოდგა სტამბოლის ოლიმპიადა, რომელიც 2000 წელს გაიმართა უკვე ქართველი ქალები, რა თქმა უნდა, პრეტენდენტებად მიიჩნეოდნენ ჩემპიონობის. როგორც ყოველთვის. მეოთხე ტურამდე პრაქტიკულად აი მოლოდინებს ამართლებდნენ, ნახევარი ქულით უსრებდნენ უახლოეს კონკურენტს ჩინეთის ნაკრებს, მეექვსე ტურში ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, კიდეც დაზავდნენ, მაგრამ ნელ-ნელა უკვე გამოიკვეთა ის, რომ ჩვენმა მოჭადრაკეებმა, რომლებიც სამწუხაროდ მოულოდნელად დამარცხდნენ შემდეგ ტურში უკრაინის ნაკრებთან, რომლის შემადგენლობაში იყვნენ მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი და ნინო ხურციძე, უკვე თმობენ პოზიციას და საბოლოოდ ისინი იკავებენ მეორე ადგილს, ჩინეთი კი პირველ ადგილს იკავებს, მაგრამ არაუშავს მეორე ადგილი არ იყო ასევე ცუდი, ეს იყო პრაქტიკულად მაინც ნინო ხურციძის კარგად ითამაშა საუკეთესო შედეგით გამოვარჩევდი, იმიტომ რომ მან დაუმარცხებლად იასპარეზა და მინდა ასევე აღვნიშნო ვაშთა ნაკრების. ხა გამარჯვება და 4 ყაიმი ნინო ხურციძის. საოცარი შედეგია და ვაშთა ნაკრების საუკეთესო გამოსვლა, მათ გააუმჯობესეს უკვე წინა ოლიმპიადის შედეგები და უკვე ამჯერად მე-6 ადგილი. ერთი ნაბიჯით წავიწიეთ წინ. ეს ერთი ნაბიჯი, იცით რომ ვაშთა ჭადრაკში რამხელა ნახტომია, პრაქტიკულად ის ერთი ნაბიჯი, მე ვფიქრობ 10 ნაბიჯს კი უსრევს და მათ შორის ერთ-ერთი ამ ნაკრების წარმოადგენდა სწორედ გია გიორგაძე. გია ბარემ ვიდრე დავასრულოთ გადაცემას, მინდა აი გვითხრა აი ოლიმპიადის პერიპეტიები. ნუ რა თქმა უნდა, სტამბოლის ოლიმპიადა მამაკაცთა ჭადრაკისათვის ეს იყო კიდევ ერთი მწვერვალის დაპყრობა და ჩვენ ძალიან მიხარია რომ ამ გუნდის წევრი ვიყავი, რადგანაც მე-6 ადგილი ეს მართლა სერიოზული შედეგი არის და ჩვენ ჩაუყარეთ საფუძველი შემდეგ ოლიმპიადაზე უკვე კიდევ წინსვლას და ბარემ აქვე ვიტყვი ამ ოლიმპიადაზე ქონდა ბაადორ ჯუბავს დებიუტი, რომელიც ასევე ეს ოლიმპიადა იყო შერწყმა ძველი თაობის და ახალი თაობის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ძველი თაობას თქვა ზურაბ ზეფარაშვილი, მე და ზურაბ სტურას დაგვემართა ახალი თაობის წარმომადგენელი, ის იყო გიგა ყაჭეიშვილი, ბაადურ ჯობავა და ეს ძალიან კარგი არის, რომ ახალგაზრდა თაობა და ძველი თაობა შეერწყა და შედეგიც გამოვიდა. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, შედეგიანი, საინტერესო ასე ვთქვათ, ინფორმაციებით, სტუმრით, ჩვენ გემშვიდობებით და გვიყურეთ ასევე ჩვენს YouTube არხზეც. მომავალ შეხვედრამდე.